შემთხვევითობა თუ წინასწარი გეგმა ყაზბეგში მინერალური წყლის საბადო დაზიანდა. უნიკალური ტრავერტინი კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე მიმდინარე გვირაბის მშენებლობამ შეიწირა. სამშენებლო კომპანიაში ამბობენ, რომ საბადოს ნაწილის ჩამოჭრა პროექტით იყო გათვალისწინებული. მომხდარის გამო გვირაბის მშენებლობა შეჩერებულია, გარემოს დაცვის სამინისტრო კი ადგილზე სპეციალისტებს გზავნის. ცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 102 და 103 კილომეტრზე არსებული გვირაბების სარეაბილიტაციო სამუშაოები. გერგეტისკენ მიმავალ გზაზე არსებულ გვირაბთან ექსკავატორი ტრავერტინების ქანებს შლის. ქანები, რომელიც მთელს მსოფლიოში ბუნების საოცრებად ითვლება, გვირაბის რეაბილიტაციას ეწირება. შპს მამისონის წარმომადგენელთა განცხადებით 15 მაისიდან დაწყებული სამუშაოების ჩატარება აუცილებელი იმიტომ გახდა, რომ გვირაბთან ჩამომავალმა წყლებმა მისი დანესტიანება არ გამოიწვიოს. როგორც მშენებლები განმარტავენ, სამუშაოების ჩასატარებლად არსებული პერიმეტრიც არასაკმარისია. როცა მშენებლობა იყო გვირაბის ამ გზიდან შედიოდნენ გვირაბის ასაშენებლად. ჩვენ ამ იმაში ჩავედით, რომ მეტი არც აბსოლუტურად არც აქეთ და არ გაგხსენილიყავით რა ამას. და ესეც არ ყოფნის ჩვენ იმისთვის, რომ რაც არის აქ სამუშაოები გასაკეთებელი, აქ კონკრეტ ბეტონია მისაღები, მისაცემი. არის ძალიან ბევრი სამუშაოები. და ჩვენ აი ფუნდამენტამდე უნდა დავიდეთ, აი ამ გვირაბის ფუნდამენტამდე უნდა დავიდეთ, რომ ეს კოლექტორი გავაკეთოთ თავიდან ბოლომდე. ტრავერტინების ქანებზე მიმდინარე სამუშაოების შესწავლა უკვე დაიწყეს გარემოს დაცვის სამინისტროში. უწყებამ მწარმოებლის საექსპლუატაციო სამუშაოებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გამოითხოვა. როგორც ისინი განმარტავენ, ზიანის დასადგენად დროა საჭირო. ზიანს ჩვენ ეხა ამ ეტაპზე ვერ განსაზღვრავთ. გითხარით კიდევაც, რომ ავიღეთ ესე ვთქვათ კოორდინატები, დავიანგარიშეთ, დავიხსნით ყველაფერს და ეს სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ყაზბეგის გზაზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს ბათუმში მყოფი ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანიაც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, რთული რელიეფური პირობების გამო ალტერნატიული გზის მონაკვეთის გაყვანა შეუძლებელია, თუმცა ინციდენტი რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენთვის დღესდილას გახდა ცნობილი, შესაბამისად მე ჩემს მოადგილეს, რადგან ადგილზე არ ვიყავი, დავავალე საკითხებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის რაც აღდგენას ექვემდებარება და ვიცით, რომ ეს აღდგენას ექვემდებარება, ის იქნება აღდგენილი და გზა იქნება გაკეთებული, იმიტომ რომ სხვა ასაქცევით ალტერნატიული გზის საშუალება პრაქტიკულად არ არის. ტრავერტინების ველი, რომელიც ყაზბეგის ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია, მცირე სიმკვრივის ნახევარკრისტალური მყარი ქანია. ის ცხელიან ცივი წყაროებისგან, კალციუმის კარბონატის დალეკვის შედეგად წარმოიქმნება. პამუკალეს სახელწოდებით ცნობილი ანალოგიური ქანები, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.